ამერიკული ფარას ქართული ანალოგი ძალაში შევიდა. კანონი, რომელიც უკვე 45 საათია მოქმედებს, უცხოეთიდან დაფინანსებულ ყველა ფიზიკურ და იურიდიულს ეხება. ყველა ასეთი ორგანიზაციები თუ კერძო პირები ვალდებულები არიან დოკუმენტაცია საჯაროდ აწარმოონ და ანტიკორუფციულ ბიუროს ყოველწლიურად ფინანსური ანგარიში წარუდგინონ. ანუ ღიად უნდა ითქვას, სად და რა მიზნით იხარჯება საქართველოში უცხოეთიდან მიღებული ფული. უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მიზანი უცხო ქვეყნის გავლენებისგან საქართველოს დაცვა. ასეთია მმართველი გუნდის არგუმენტი, რომელიც კანონის ამოქმედებას სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის სურვილით ხსნის. ოპოზიცია უკმაყოფილოა. ამერიკული კანონის ქართული ანალოგი არც მესამე სექტორს ხიბლავს. ამბობენ, რომ კანონი შემზღუდავია და ქართულ რეალობას არ შეესაბამება. იზი ბურნაძის რეპორტაჟი. ქართული ფარა, რომელმაც ფარი ბევრ რამეს უნდა ჩამოხსნას. უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი ძალაშია. ამერიკული ფარას ქართულმა ანალოგმა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში სხვა ქვეყნების ჩარევა უნდა აღკვეთოს და ფინანსური გამჭვირვალობა მაქსიმალურად უზრუნველყოს. კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიუროა. სწორედ ანტიკორუფციულ ბიუროში აქვთ დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. წლების განმავლობაში საქართველოში ძალიან ბევრი პროექტი, რეფორმებში მონაწილეობა ხორციელდებოდა უცხო ქვეყნის დაფინანსებით, სხვადასხვა ორგანიზაციები თუ ექსპერტების მონაწილეობით. აქ გაჩნდა ესეთი მდგომარეობა, რომ ამ კარგ საქმეს ამოეფარა არაკეთილსინდისიერება, შეფარული საქმიანობა, რომლის მეშვეობითაც, ესე ვთქვათ, ხორციელდება პოლიტიკური საქმიანობა. ფარა უზრუნველყოფს ამ სივრცით, ამ შესაძლებლობით მიეცეს პირველ რიგში მოქალაქეს ცოდნა მათი საქმიანობის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც წარმოქმნის დობას, რაც წარმოქმნის გამჭვირვალობას, რაც კიდევ უფრო მეტად დემოკრატიულს გახდის ამ პროცესებს. ეს არის შესაძლებლობების კანონი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა, თავისი ბუნებით ის ძალიან დადებითია და ამ შესაძლებლობას ვფიქრობ, რომ ყველა გამოიყენებს. ვინ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ამას დრო აჩვენებს, თუმცა დრომ უკვე აჩვენა, რომ კანონის ამოქმედებამდე გარკვეულმა სუბიექტებმა დეზინფორმაციული კამპანია ამუშავეს. კანონი, რომ გამჭვირვალობაზეა ორიენტირებული და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებული პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება, ეს პასუხისმგებელმა უწყებამ საინფორმაციო შეხვედრებზე არასამთავრობო ორგანიზაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უკვე გააცნო. ფარა არ გძალავს ვინმე საქმიანობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს უნდა იყოს გაგებული იმ დაგვარად, როგორც კანონში არის განსაზღვრული. აქ არის მიზანმიმართული კამპანია, ისინი პირდაპირ მიუთითებენ ისეთ საქმიანობასთან, რომელიც არის განათლებასთან, კულტურასთან, რაც პირდაპირ კანონში განსაზღვრული არის, რომ ფარას რეგულაციები ამ მიმართულებებს არ ეხებათ. ფარა არ ეხება დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს. ისინი სრულიად თავისუფლებიან ყოველგვარი რეგისტრაციისაგან, ასევე მათთან დასაქმებული თანამშრომლები თავისუფლებიან რეგისტრაციისაგან, თავისუფლება რეგისტრაციისაგან ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში და მათ ეს რეგისტრაციები არ ეხება. ეს პარტიებს შეეხება. არ იცის ეს, თუმცა იცის ის, რომ საკანონმდებლო ჩარჩოში არ მოექცევიან და არც კანონს დაემორჩილებიან. მაშინ როცა ამერიკულ ფარას ამ პარტიის დამფუძნებლის დედა ემორჩილება და ალასანიების მიერ დახარჯული თანხები ყველასთვის ხელმისაწვდომია, რატომ უნდა იყოს ქართველი ხალხისთვის დაფარული სხვა ქვეყნიდან მომდინარე ფინანსური ხარჯების მიზნობრიობა? ნაციონალური მოძრაობა ამერიკის რეალობას საქართველოსთან ვერ აიგივებს. უჭირთ იმაზე პასუხიც, თუ პოლიტიკური პარტიები ფინანსური ხარჯების გამჭვირვალობის ვალდებულებას ასრულებენ, რატომ არ უნდა ჰქონდეთ იგივე წესი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს? იმდენად გამჭვირვალე იყო ჩვენთვის ყველაფერი, ყველა ფინანსური ნაკადი და ზბრუნვა ფინანსური, რომ ვერ მოხერხდა ვერანაირი საქმე შეკერვა ამ მიმართულებით ჩვენ წინააღმდეგ. არასათაურო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მათ უნდა კითხოთ. მათაც ვკითხეთ, დაემორჩილებიან თუ არა ამერიკული ფარას ქართულ ანალოგს, თუმცა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჯერ გამჭვირვალობის შესახებ კანონს ახლა კი ფარას აკრიტიკებენ, პასუხი არ აქვთ. სანამ მესამე სექტორის სტრატეგიაზე ფიქრობს, ოპოზიციური პარტიები საუბრობენ. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ამერიკული კანონი საქართველოზე მორგებული არ არის. თავარი არ არის ის, რომელი ქვეყნის კანონს აიღებ
გადმოთარგმნი სიტყვასიტყვით და აქცევ კანონად. მთავარი პირველ რიგში არის პოლიტიკური კონტექსტი და ზოგადად როგორ მუშაობს ამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები. ვერანაირად ვერ შეფასდება გამჭვირვალობის კანონი მხოლოდ გამჭვირვალობის მიზნით შემოღებულ კანონად. ეს არის პოლიტიკური მიზნით შემოღებული კანონი. იმის მიუხედავად, რომ შტატებში გამჭვირვალობის საკითხზე დონალდ ტრამპის რეაგირება მკაცრი, ტონიკი, კრიტიკულია, ქართულ ოპოზიციას ამაზე საუბარი არ სურს. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ამერიკული ფარა ქართულ რეალობას აცდენილია. იქ არის ძლიერი ინსტიტუციები, დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი პროკურატურა, ინსტიტუციური სიძლიერე და კალკიც თუნდაც რომ იყოს, რაც არ არის გადმოტანა, არარელევანტურია ქართულ სინამდვილეში და ქართულ სინამდვილეში ქართული ოცნების მხრიდან გამოყენებული არის სტიგმატიზაციისთვის. ამერიკული კანონის ქართულ მიზნებს განმარტავს კანონპროექტის ავტორი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დონორების მხრიდან ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. რატომ არის აკრძალული საქართველოსთვის ის, რაც ამერიკისთვის და ევროპისთვის დასაშვებია. არჩილ გორდულაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ ქართული ფარას მიზანი უცხო ქვეყნის გავლენისგან ჩვენი ქვეყნის დაცვა. სამწუხაროდ ჩვენ ვისმენთ მოწოდებებსაც აბსოლუტურ ტყუილ კამპანიასაც, რომ გამჭვირვალობა თურმე არის პრობლემური. ესე იგი არსებობენ რაღაც ძალები, რომელსაც უნდათ რომ ჩვენს ქვეყანაში თანხების შემოიდანონ შიდა საქმეებში ხელი აფათურონ, დააფინანსონ ისეთი კამპანიები, როგორც არის მაგალითად ეკლესიის საწინააღმდეგოდ მთელი აქტივობები, დააფინანსონ მოლოტოვის კოქტეილის სროლის რომანტიზება, დააფინანსონ მათ შორის ძალადობრივი აქციები. და ამ ძალადობრივ აქციებზე პიროტექნიკის იქნება და სხვადასხვა ნივთების შეძენა მოხდეს. ამ ადამიანებს გარკვეულწილად თანხები გადაუხადონ. მათ შორის გადაიხადონ ჯარიმები, რომელიც პირდაპირ ანულირებას აკეთებს სამართლიანი და სამართლებრივი სახელმწიფოს და ინსტიტუტების რეპუტაციას, პრესტიჟს და სახელმწიფოს ხაზს უსვამს. უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა, თუ ვინ იხდის ამ თანხებს და რა მიზნებისთვის არის მოხმარებული. რატომ არ სურს ოპოზიციას ამერიკული კანონი? მმართველი გუნდი ამას ოპონენტების შიშით ხსნის. გამჭვირვალობის შიშით. სახელმწიფო პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ კანონი ოპოზიციის და მესამე სექტორის ნაწილისთვის ლაკმუსის ქაღალდი იქნება. როდესაც რადიკალურ ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველოში და ამერიკაში არის თითქოს სხვადასხვა რეალობა, ეს არის უსინდისო ტყუილი და მეორეს მხრივ აღიარება, რომ ისინი კრიმინალთან მიახლოებული საქმიანობით გამოირჩევიან სინამდვილეში. ვინაიდან პრინციპი, რომ მოქალაქე იყოს ინფორმირებული, ამერიკაშიც, საქართველოშიც და ნებისმიერ ღირსეულ ქვეყანასა და საზოგადოებაში არის ერთიანი და ეს ღირებულება ქვეყნების მიხედვით არ იცვლება. რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს უცხო ძალების ამოცანებისა და დავალებების შემსრულებლებს, რასაც ძლიერი მექანიზმებით გამჭვირვალობის პრინციპი დაუპირისპირდება მათ, ესეთ სიტუაციაში მათთვის ადგილი აღარ რჩება, ვინაიდან გამჭვირვალობა მათთვის წარმოადგენს ძალიან სერიოზულ საფრთხეს. მაშინ როცა ქართული ოცნება მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას აცხადებს, დღის წესრიგში შესაბამისი კანონმდებლობის აუცილებლობა დგება. ასე მოხდა ახლაც. ქვეყნის მთავრობის მეთაური იმ რევოლუციური სცენარების მოწყობის მცდელობაზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში არაერთხელ იყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი, ჩვენი ეროვნული ინტერესები იყოს დაცული. ჩვენ ნახეთ გასული 4 წლის განმავლობაში გარე დაფინანსებით საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 სხვადასხვა მცდელობა, რაც პირდაპირ უპირისპირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო სუვერენიტეტს, ბუნებრივი ამას უნდა დაუპირისპიროთ ჩვენ ჯანსაღი კანონმდებლობა და ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის სრული დატვირთვით ამოქმედების თაობაზე, რაც ალტერნატივა არ აქვს. ხო, თუ ვინმეს უნდა გარედან საქართველოში აფინანსოს რევოლუციები, კი ბატონო, მაგრამ ეს გააკეთონ მინიმუმ გამჭვირვალედ, ეს არის ის პრინციპი, რომელიც ასახულია კანონში. ბევრად მკაცრი ვიდრე გამჭვირვალობის კანონი. ამერიკული ფარა ძალაშია. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რეგისტრაციისთვის 10 დღიანი ვადა აქვთ. მასზე კი ვინც კანონის ჩარჩოში არ მოექცევა აღსრულების მექანიზმი ამოქმედდება, ფულადი ჯარიმა ან პატიმრობა.